წარმოიდგინე ავტობაზრობაზე დგა ხარ, მარჯვნივ ნაცნობი იაპონური ბრენდია, დიზაინი ოდნავ მოძველებული, კომპლექტაცია მინიმალური, ხოლო მარჯვნივ დგას ჩინური მანქანა დიდი ეკრანით, ყველგან კამერებით, ჰიბრიდული სისტემით და ფასი არის საეჭვოდ დაბალი. ამ სცენაში ბუნებრივია, რომ არც ჩინეთზე ფიქრობ და არც ევროკავშირზე. ერთადერთი კითხვა, რომელიც სავარაუდოდ თავში გიტრიალებს, არის გაგიძლებს თუ არა ეს მანქანა დროში. უცხო ამბების მე-6 ეპიზოდში შევაგროვეთ ბოლო მონაცემები, კვლევები და ტესტების შედეგები ჩინურ მანქანებზე, სანდო დამოუკიდებელი წყაროებიდან. ვეცადეთ გაგვერკვია, თუ როგორ გახდა ჩინური მანქანა ევროპაშიც და ასევე ჩვენ ბაზარზეც ძალიან კარგი და ძალიან იაფი ერთდროულად. რამდენიმე წელიწადში ჩინურმა ბრენდებმა ევროპაში 9 მილიონზე მეტი ახალი მანქანა გაყიდეს. ეს პროცესი განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ დაჩქარდა. დაბალი ფასი, მოულოდნელად გაუმჯობესებული ხარისხი და აგრესიული მარკეტინგული შეთავაზებები. თუ 2000-იანებში ვინმეს ეტყოდი, რომ ჩინური მანქანა ევროპაში სერიოზულად გაიყიდებოდა, ალბათ ისე დაგიჯერებდნენ, როგორც შემუჯერებ მეგობარს, რომელიც ყოველი ორშაბათიდან ახალ ცხოვრებას იწყებს. ჩინურ მანქანებს წლების განმავლობაში ერქვა იაფი, ლამაზი, მაგრამ პრობლემური და ეს სტერეოტიპი ნაწილობრივ სიმართლესაც ეფუძნებოდა. This is what happens when an electric vehicle's lithium-ion battery gets damaged in a collision. მაშინ რა მექანიზმებით გადაიქცა ჩინეთი გლობალური ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ დომინანტ მოთამაშედ და რა უნდა გაითვალისწინოს ქართველმა მომხმარებელმა. ჩინეთის ავტოაღმავლობა რეკლამით კი არა ინჟინერებით დაიწყო, ჩინურმა ავტობრენდებმა დაიწყეს ევროპელი და იაპონელი სპეციალისტების მასიური გადაბირება, საწარმოებში ტექნოლოგიური სტანდარტების ამაღლება და ამის ხარჯზე ჩაერთნენ გლობალური მიწოდების ჯაჭვში. ჩინეთს დიდი ხანია ისედაც აქვს იაფი ენერგია, შრომის ბაზარი, მაგრამ გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როცა შიდა ბაზარი გადაიწვირთა და კომპანიებს გარეთ გასვლა მოუწიათ. 2023 წელს ჩინეთმა უკვე იაპონიას გადაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე დიდი ავტო ექსპორტიორი გახდა. ამ ყველაფერს თან ერთვოდა სახელმწიფო მხარდაჭერის საკითხიც. მართალია ჩინეთი უარყოფს, რომ ავტო წარმოებლებს სუბსიდირებით ეხმარება, მაგრამ ევროკომისიის 2024 წლის გამოძიებამ აჩვენა, რომ სახელმწიფოს ფული წარმოების მთელ ჯაჭვზე ნაწილდება ჩინეთში, ნედლეულის მოპოვებიდან ტრანსპორტირებამდე. შეერთებულმა შტატებმა ამის შემდეგ ჩინურ ელექტრომობილებზე 100%-იანი ტარიფი შემოიღო. ბოლო 10 წლის განმავლობაში პეკინი კომპანიებს ახალი ელექტრომობილების ქარხნების აშენებისკენ უბიძგებდა. რეგიონები კი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ წარმოებელს მიიზიდავდა. ეს ცვლილება პირდაპირ აისახა შედეგებზე. ევროპაში ჩატარებულმა დამოუკიდებელმა ტესტებმა და მომხმარებელთა კვლევებმა აჩვენა, რომ მანქანების საწყისი ხარისხი, განსაკუთრებით პირველი 1-დან 2 წლამდე პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. მასობრივი დეფექტები იშვიათია, ბევრი ჩინური მოდელი კი ხარისხით კორეულ ბრენდებსაც არ ჩამოუვარდება და ზოგ შემთხვევაში სჯობნის კიდეც. სურათი უსაფრთხოების კუთხითაც შეცვლილია, არაერთმა ჩინურმა მოდელმა მიიღო 4 და 5 ვარსკვლავი ევროპული ახალი მანქანების შეფასების პროგრამაში. ევროკავშირმა სცადა პასუხის გაცემა 2024 წელს ჩინურ ელექტრომობილებზე დამატებითი ტარიფები შემოიღო, ზოგ შემთხვევაში 35%-მდეც კი და ეს უკვე მოქმედ 10%-იან საბაჟო გადასახადთან ერთად. ლოგიკა მარტივი იყო, თუ იაფი იმპორტი პრობლემას ქმნის, მისმა გაძვირებამ პროცესი უნდა შეანელოს, მაგრამ რეალობამ სხვა რამ აჩვენა. ტარიფების ზრდის მიუხედავად, ჩინური მანქანების გაყიდვები ევროპაში თითქმის გაორმაგდა. ერთ-ერთი მთავარი მაგალითი არის BYD, მიუხედავად ტარიფებისა, კომპანიის გაყიდვები ევროკავშირში ერთ წელიწადში 225%-ით გაიზარდა და გარკვეულ პერიოდში ის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების წარმოებელიც კი გახდა. She said, BYD, build your dreams.
სხვა ჩინურმა კომპანიებმა კი ტარიფებს გვერდი სხვა გზით აუარეს, ევროპაში უფრო მეტი ბენზინზე მომუშავე მანქანა შეიტანეს, როცა შეზღუდვები ძირითადად ელექტრომობილებს ეხებოდა. Experience the full power of the BYD Blade battery. ჩინეთში ელექტრომობილები ისე სწრაფად გავრცელდა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში შიდა ბაზრის თითქმის ნახევარი დაიკავა. ეს ნიშნავს, რომ ბენზინზე და დიზელზე მომუშავე მანქანები იქ უბრალოდ აღარ იყიდებოდა, ისე როგორც ადრე და ამ პროცესმა არა მხოლოდ უცხოური ბრენდები, არამედ ჩინური ტრადიციული ავტომწარმოებლებიც დააზარალა. მათ ქარხნებში დარჩათ მილიონობით მანქანა, რომელიც ჩინელ მომხმარებელს უბრალოდ აღარ სჭირდებოდა და აქ იწყება მთავარი სვლა. იმ მანქანებს, რომლებსაც სახლში ვეღარ ყიდნენ, ჩინური კომპანიები გარეთ უშვებდნენ და არა ყველაზე მდიდარ ბაზრებზე, არამედ იქ, სადაც ელექტრომობილებისთვის ჯერ ინფრასტრუქტურა არ იყო მზად. მაგალითად, პოლონეთში, სამხრეთ აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, პატარა და საშუალო ეკონომიკებში. ეს არის ბაზრები, სადაც ადამიანებს ჯერ ისევ ბენზინზე და დიზელზე მომუშავე მანქანები სჭირდებათ და სადაც ფასი გადამწყვეტია. შედეგი კი ასეთია, სანამ დასავლეთი ელექტრომობილებისგან თავის დაცვას ცდილობს, ჩინური ბენზინის და დიზელის მანქანები ჩუმად იკავებენ სხვა ბაზრებს და ეს მანქანები ხშირად იმავე დასავლურ ბრენდებზე იაფად იყიდება, რომლებიც ადრე ამ ქვეყნებში დომინირებდნენ. ტარიფების შემდეგ ჩინურმა კომპანიებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს. თუ ევროპაში შეტანილი მანქანა იბეგრება, მაშინ სჯობს მანქანა ევროპაშივე ააწყო. სწორედ ამიტომ ჩინური ქარხნები უკვე შენდება ან იგეგმება, მაგალითად უნგრეთში, ესპანეთში და სერბეთში. თუ გინდა რომ ჟურნალისტური გამოძიებები საქართველოშიც კეთდებოდეს, მაშინ დაეხმარე ქართულ დამოუკიდებელ საგამოძიებო ჟურნალისტიკას. მხარდაჭერა კი სხვადასხვა გზით შეგიძლია, მაგალითად, შეგიძლია გამოიწერო ჩვენი გვერდები და გააზიარო ჩვენი მასალა, ან ფინანსურად დაგვეხმარო, გახდა ჩვენი ფასიანი სერვისების გამომწერი, ან პირდაპირ შემოწირულობა გააკეთო დეტალურ ინსტრუქციას აღწერაშიც იპოვით. რას გვთავაზობენ ჩინური ბრენდები რეალურად და რატომაა ეს ასე მიმზიდველი? ჩინური ბრენდების შეთავაზება მოიცავს მაქსიმალურ ფუნქციებს მინიმალურ ფასში, ჰიბრიდებს და ელექტრომანქანებს, რაც გაცილებით ეკონომიურია და ინტერიერს და ტექნოლოგიას, რომელიც ადრე პრემიუმ მანქანების პრივილეგია იყო. ამ კომბინაციის მიმართ ბუნებრივია გულგრილი არც ქართველი მომხმარებელი დარჩენილა. საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ თუ პანდემიამდე ჩინეთი საქართველოსთვის ავტომობილების ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი წყარო იყო, 2021-24 წლებში ჩინური წარმოშობის მანქანების იმპორტი რამდენჯერმე გაიზარდა, როგორც რაოდენობრივად, ისე ღირებულებით. სანდოა თუ არა, რას ამბობს ფაქტები და რა არ ჩანს პირველ წლებში. Chinese crash tests are much the same as the ones we have in Europe, but the speeds are a bit lower. Any injuries? None at all. Nothing. Not a scratch. What about the car? ბოლო წლებში ჩინურ მანქანებს უკვე აქვთ შემთხვევები, როცა ევროპულ ხარისხის ტესტებში საკმაოდ მაღალ შეფასებებს იღებენ და ამას აქტიურად იყენებენ მარკეტინგში. მაგრამ დღეს მანქანაში უსაფრთხოება მხოლოდ ის აღარ არის, რომ კარკასი მტკიცია და აირბეგი იხსნება. ახალი მანქანების დიდი ნაწილი ეყრდნობა მძღოლის დამხმარე სისტემებს, რაც არის ზოლის შენარჩუნება, ავტომატური დამუხრუჭება, დისტანციის დაჭერა, ბრმა ზონის გაფრთხილება და ასე შემდეგ. ეს სისტემები თითქოს მეორე თვალის ფუნქციას ასრულებს და შეცდომის რისკს ამცირებს. Reuters-ის მაგალითი კვლევა სწორედ ამას აჩვენებს. BYD-ს შეიძლება ჰქონდეს მაღალი 5 ვარსკვლავიანი საერთო უსაფრთხოების შეფასება, მაგრამ ევროპულმა უსაფრთხოების ტესტმა ცალკე კატეგორიაში, კონკრეტულად მძღოლის დამხმარე სისტემების მუშაობაში მას დაბალი შეფასება მისცა. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მანქანა შეიძლება ავარიის დროს კარგად გიცავდეს, მაგრამ ის ჭკვიანი ფუნქციები, რომლებსაც ყოველდღე ეყრდნობი, ყოველთვის ისე საიმედოდ არ მუშაობს, როგორც გონია. 理想同学，打开后备箱好吗？我指你了，问上理想同学。开门，老子打不开了！摄影师，你耳朵，摄影师，老子叫不得，救命啊！摄影师。
理想同学，你长 ჩინური მანქანების შემთხვევაში რეალური კითხვები ჩნდება მაშინ, როცა საუბარი მე-5 ან მე-7 წელზე გადადის. ძრავები და ბატარეები შედარებით გამძლედ ითვლება, მაგრამ სუსტი წერტილები სხვა მიმართულებით ჩნდება. ეს არის რთული ელექტრონიკა და სენსორები, ასევე პროგრამული უზრუნველყოფა ბაზრის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს. ხოლო სერვისის ხარისხი და ნაწილების ხელმისაწვდომობა ადგილობრივ დილერზე არის დამოკიდებული. ამიტომ საქართველოში მყიდველმა ყურადღება უნდა მიაქციოს. არსებობს თუ არა ბრენდის ოფიციალური სერვისი საქართველოში, რამდენია ნაწილების მიწოდების დრო, გარანტია როგორ მუშაობს რეალურად, იღებს თუ არა მოდელი სისტემურ განახლებებს. ეს განახლება საქართველოში მუშაობს თუ მხოლოდ იმ ბაზარზე მუშაობს, სადაც მანქანა იყიდეს. რა ხდება თუ ეკრანი, კამერა, სენსორი პრობლემას აჩვენებს, დიაგნოსტიკა სათხდება ამ შემთხვევაში. ასევე სასურველია გაიცნოთ ევროპული ხარისხის შეფასებებს კონკრეტულ მოდელებზე თუ არსებობს ასეთი, განსაკუთრებით კი ყურადღება მისაქცევია მძღოლის დამხმარე სისტემები და არა მხოლოდ ის დაშვება, რომ კორპუსი ძლიერია. ასევე თუ ბრენდი ისევ იქნება ბაზარზე 5 წელიწადში, იმიტომ რომ თუ გაქრა, მაშინ ნაწილები და სერვისები თუ იქნება ხელმისაწვდომი, ეს დგას კითხვითი ნიშნის ქვეშ. ანალიტიკოსების შეფასებით უახლოეს 5 წელიწადში ჩინური კომპანიები შეიძლება გლობალური ავტოინდუსტრიის დაახლოებით 30%-ს აკონტროლებდნენ, ანუ მსოფლიოში ყველა მესამე მანქანა უკვე ჩინური წარმოების იქნება და ეს გაფართოება აუცილებლად მოხდება სხვა მწარმოებლების ხარჯზე.